უნდა აღნიშნავდნენ თუ არა ქრისტიანები ჰელოუინს. ზოგს ჯერა რომ ეს დღესასწაული უნდა დაუბრუნდეს თავის ფესვებს, ერთგვარად განახლდეს, მაგრამ ყოფილი სატანისტი, რომელიც ახლა ქრისტიანი ხუცესია, ამბობს, რომ ქრისტიანები არ უნდა აღნიშნავდნენ ჰელოუინს. ცოტა ხნის წინ შევხვდი ჯონ რამირეს, რომელიც მკაცრად აფრთხილებს მორწმუნეებს. ცოტა ოდენი გითხარით იმის შესახებ, რა გაკავშირებთ სატანიზმსა და ეშმაკის თაყვანისცემასთან. 25 წელი ამაში ვიყავი ჩართული. 8 წლიდან დავდიოდი დემონურ ეკლესიაში. მაღალ საფეხურზე მდგარი ეშმაკის მსახურები მასწავლიდნენ იმას, თუ როგორ მომეპოვებინა ტერიტორიების სულიერად, როგორ მოქმედებენ ბოროტი ძალები და ასე შემდეგ. ამ და კიდევ ბევრ რამეს 35 წლამდე მასწავლიდნენ. ჰელოუინის დღეს დავქორწინდი. დემონური ქორწილი მქონდა ამ დღეს. ჩემი ქალიშვილიც ეშმაკის სახელით მოვნათლე 11 წლის ასაკში. ასეთი იყო მთელი ჩემი ცხოვრება. ჯადოქრობა იყო ჩემი ჰაერი, საკვები თუ ძილი. სხეულიდან გამოვდიოდი, ამა თუ იმ რეგიონს დავტრიალებდი თავს და ვწყევლიდი მას. ასეთი ქმედებით ძალაუფლებას მოვიპოვებდი იქ მცხოვრებ ადამიანებზე. რადგანაც კარგად იცით, საიდან ხართ და რას საქმიანობდით, თქვენ ძალიან ხართ შეშფოთებული იმით, თუ როგორ აღნიშნავენ ამას ქრისტიანები. მეტი რომ გითხრათ ამის შესახებ. არ ვიცი როგორ შეიძლება უფალი იესო ქრისტეს ღალატი, რადგან მე არასოდეს მინახავს, რომ სატანისტები წითელ პარასკევს მოდიოდნენ ქრისტიანებთან და ჩვენთან ერთად ატარებდნენ ამ დღეს. ხომ ასეა? როგორც უკვე ვთქვი, ჰელოუინის დღეს მქონდა დემონური ქორწილი. რატომ უნდა მიიყვანოთ თქვენი შვილები, ოჯახები? რატომ უნდა მიიტანოთ თქვენი დანიშნულება და ბედი, თქვენი მარადიული ცხოვრება დემონურ სამსხვერპლოსთან? ხალხი ამბობს, ეს უბრალოდ სახალისო დღესასწაულია, ტკბილეულია, ბავშვებს სხვადასხვა ფორმა აციათ, მაგრამ ჰელოუინი ამაზე გაცილებით მეტია. ის ადამიანები, რომლებიც ეშმაკის მსახურები არიან და ჯადოქრობას ეწევიან, ლოცულობენ ამ ტკბილეულზე. ამ დროს თქვენ აკაკუნებთ კარზე. თუმცა არ იცით, რომ იქ მცხოვრები ადამიანი შეიძლება ჯადოქარი იყოს. ვიკას ან New Age-ის რელიგიას მიჰყვებოდეს. თქვენ კი ტკბილეულს ართმევთ მათ და ამით თქვენ სულიერ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის უფლებას აძლევთ. მიგაქვთ სახლში და ჭამთ ამ ტკბილეულს და ამას გარდა ერთხელ ანტონ ლავეიმ, რომელიც სატანისტური ეკლესიის ხელმძღვანელი იყო, თქვა: მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ქრისტიან მშობელს, რომელიც წელიწადში ერთხელ თავის შვილს ჰელოუინის, ეშმაკის დღესასწაულის აღნიშვნის უფლებას აძლევს. ადამმა და ევამ ერთი შეცდომის გამო დაკარგეს ყველაფერი. ესავმაც ერთი ნაბიჯის გამო დაკარგა პირმშოობის უფლება. ასე არ არის? მაშ რაში გჭირდებათ ასეთი წყევლის მიტანა სახლში და თქვენი ოჯახის წევრებზე ამ წყევლის გავრცელება? ადამი და ევა ხომ სრულყოფილნი შექმნა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად, თუმცა ეშმაკმა ისინი მოატყუა, ხრიკი მოუწყო და ცოდვის ჩადენის შედეგად მათ დაკარგეს საკუთარი ვინაობა. ასევეა იმ შემთხვევაშიც, როცა მაგალითად 5 წლის ბავშვს რაღაც კოსტიუმს აწმევთ და საყვარლად გეჩვენებათ. რა მნიშვნელობა აქვს? ნოესავით გამოაწყობთ თუ აბრაამივით? იმ დროს, როცა ასე გამოაწყობთ ჰელოუინისთვის, ამით ბავშვს აქცევთ მონაწილედ იმ დღესასწაულისა, რომელიც ცვლის მის ვინაობას, აუქმებს მისთვის ღვთის მიერ დანიშნულ დადგენილებას და მოწოდებას მანამ, სანამ უარს არ იტყვის ამ ყველაფერზე და უფალს არ დაუბრუნდება. აი რა არის ეშმაკის ნამდვილი ხრიკი. და თქვენ ყველას ეუბნებით, სადაც მიდიხართ? დიახ, სადაც მივდივარ. არ მეშინია, რადგან მირჩევნია ღვთის წინაშე ვიყო მართალი. შეიძლება ძალიან გაბრაზდეთ ჩემზე, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება ჩემმა ნათქომა აზრი შეგაცვლევინოთ და ზეცისკენ მიმავალ გზას დაადგეთ. ხანდახან ეკლესიები ბრაზდებიან ჩემზე, მეუბნებიან, ამას რატომ ამბობ? კი, მაგრამ როგორ უნდა ვილაპარაკო? ღმერთმა დამავალა, რომ ჭეშმარიტება ვილაპარაკო და მეც ამას ვაკეთებ. ამინ. ახლა თქვენ ქრისტიანი ხართ და სახარების მსახური. ამინ. დიახ. თქვენ თქვით, რომ ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზე ხართ, როცა ამბობთ, მინდა მტერს სამაგიერო გადაუხადო იმ სიბნელის გამო, რომელიც ჩემ ცხოვრებაში მოიტანა. დიახ, 25 წელზე მეტი ბნელში ვიყავი. ისეთ ადგილებში ვყოფილ ვარ, სადაც ადამიანებში ვლინდებოდა დემონური ძალები. ასევე მინახავს, როგორ დევნიდნენ ქრისტიანები ბოროტსულებს და როგორ იკურნებოდნენ ისინი ღვთის ძალით. დღესაც ეკლესიაში ვარ, რომელიც საქმეების წიგნში აღწერილი ეკლესიის მსგავსია. ეკლესიისა, რომელიც სულიწმიდის ძალით ახსავსე გამოვიდა ზემო ოთახიდან. სწორედ ასეთ ადგილას ვცხოვრობ. ჩემი ღმერთი ძლიერი ღმერთია. ერთმა მუსლიმანმა ქალმა, რომელსაც მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა, უარყო ისლამი, მიიღო ქრისტე და განიკურნა. ექიმთან რომ მივიდა, ექიმმა უთხრა, რომ სიმსივნის კვალიც აღარ იყო დარჩენილი. სწორედ ასეთ ღმერთს ვიცნობ. დიდება ღმერთს. ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც ვიცნობ. ის იგივეა, გუშინ. დღეს უამრავი ადამიანია, რომლებმაც თავი დაანებეს ოკულტიზმს და ქრისტიანები გახდნენ. მეც ოკულტიზმს ვეწეოდი. უიჯას დაფაზე ვთამაშობდი. ვიკასა და New Age-ის მიმდევარი ვიყავი. მინახავს, როგორ თავისუფლდებოდნენ ადამიანები, როგორ იცვლებოდა მათი გამომეტყველება, როგორ გარემოიცავდა მათ ქრისტეს სიყვარული. ეს ფასდაუდებელია. მზად ვარ ამის საფასური გადავიხადო. მზად ვარ
არ ასე გავაგრძელო მანამ, სანამ ღმერთის ეციურ სახლში წასვლისკენ არ მომიწოდებს და როცა წავალ, როცა ამ ქვეყანას დავტოვებ, ჩემი უფალი იესო ქრისტე აუცილებლად იამაყებს ჩემით. ესეცა გაიხარებს და ჯოჯოხეთიც გაიხარებს. იცით რატომ? რადგან ბრძოლის ველს დავტოვებ. არ დავნებდები. ბოლომდე ვიბრძოლებ ეშმაკის წინააღმდეგ. ნამდვილად, ჯონ რამირეს, ძალიან დიდი მადლობა რომ გამოყავით დრო ჩემთან საუბრისთვის.